Თულოცნებაში განმარტავენ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ მთავარი რის გამოც მამუკა მდინარაძის ჩამოქვეითების გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ვარაუდით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა ეს იმ ცვლილებებს და შემთხვევებს შეეხება, რომელიც ამ თვეების განმავლობაში მოხდა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სპეციალური უწყებაა, სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ფაქტობრივად ცენზურას უწესებდა მოქალაქეებს სოციალურ ქსელში და მათ მიმართ მათ დევნიდა კონკრეტული კრიტიკული პოსტების გამო და გარდა ამისა ფაქტობრივად ძალადობის დაანონსება არაფორმალური ჯგუფების მხრიდან ამ ყველაფრის უკან ისინი ხედავენ მამუკა მდინარაძეს, რადგან მაგალითად სპეციალური დეპარტამენტის შექმნის ინიციატორი სწორედ მამუკა მდინარაძე იყო, რომელიც კოორდინაციას უწევდა ძალოვან უწყებებს და ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილებებით ქართული ოცნება მიხვდა, რომ თავად მიიღეს ზიანი და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტა, რომ ეს ფუნქცია ჩამოაშოროს მამუკა მდინარაძეს, რადგან მისი მუშაობა ამ მიმართულებით იყო წარუმატებელი. ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია ამბობს, რომ ოცნებაში ჩანს რამდენად დიდი კრიზისია, სამთავრობო ცვლილებებს ისე ხშირად ანონსებენ და ახორციელებენ, როგორც არ ჩვევია დემოკრატიულ სახელმწიფოს და შესაბამისად ამბობენ, რომ ეს კრიზისი სავარაუდოდ მიწვდება ირაკლი კობახიძესაც. საბოლოო ჯამში მამუკა მდინარაძის ჩამოტარება და მისი ასე ვთქვათ რაღაცა ხელოვნურად შექმნილ სამინისტროებისში მინისტრად დანიშნა განპირობებულია იმით, რომ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილის მოძულებული ყავს მდინარაძე, აშკარა მან რაღაცას თავი ვერ გაართვა, ეს ერთი და მეორე აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემა შეუქმნა და ალბათ შეიძლება ეს იყოს იმ ცენზურის გამო, რომელიც შემოიღო და საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილს მოუბრუნდა ცუდად, შეიძლება ამ რაღაც ზონდერ დაჯგუფების შექმნა და მოძალადეების წახალისება, შეიძლება საერთოდ რაიმე სხვა იყოს ბიზნესცილებთან და კრიმინალთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილს და მის ოჯახს მდინარაძე ყავს მოძულებული და სწორედ აქედან გამომდინარე ასე რო წყდება საკადრო საკითხები და ქვეყანაში ესე იქნება სამინისტრო რომელმაც საბოლოო ჯამში რაც შეასრულა ეგრეთ წოდებულმა კოორდინაციის სამინისტრომ თუ რაც ქვია არავინ არ იცის, ამიტომ არის ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს კრიმინალური სისტემა და რეჟიმი. შეუძლებელია ახლა ვინმე აღიქვას ნორმალურ ყოფად ის, რომ ადამიანს ორ თვეში ერთხელ უქმნიან ახალ სამინისტროებს და აბარებენ ამ სამინისტროების მართვას, ხო? რომელი კლანის სიმძლავრეს მოწმობს ეს და რომელი კლანის დასუსტებას, ამას ვერ გეტყვით, ვერ უწინასწარმეტყველებთ, თუმცა ფაქტია, რომ არის ძალიან რთულად საქმე ოცნების შიგნით, რომელიც ხალხი ვერ ლაგდება ბჭყალებში, უწევთ სუსეს ხელმძღვანელის, რომელიც 6 წლის წვდით უნდა აირჩიონ ამას, 6 თვეში ერთხელ შეცვლა ხოლმე, მათ შორის უწევთ კონკრეტული ამ ადამიანის ბატონი მდინარაძის რამდენჯერმე დანიშნა ახლად გამოგონილ თანამდებობებზე, ეს მიუთითებს იმ კრიზისზე, რომელიც არის მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის შიგნით. თუმცა სამთავრობო ცვლილებები არ შეეხება მხოლოდ მამუკა მდინარაძეს, მანამდე თანამდებობა დატოვა თიკა რუხაძემ, კულტურის მინისტრმა ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ბევრს ამ მიზეზის და ამ ვერსიის არ სჯერა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ კულტურის მინისტრს ჰქონდა სამომავლო გეგმები და ამაზე ღიად საუბრობდა და მეორეს მხრივ მისი მოვალეობის შემსრულებლად აუდიტის ხელმძღვანელის დანიშვნა აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა ამ შემთხვევაშიც კორუფციულ დანაშაულთან სავარაუდო დანაშაულთან ჰქონდეს საქმე, რის გამოც რუხაძეს დაატოვებინეს ეს თანამდებობა, თუმცა ამისთვის ბუნებრივია საჭიროა პასუხები, რომელიც არ გაუცია ირაკლი კობახიძეს და პრემიერს საერთოდ არ უსაუბრია ამ თემაზე. სავარაუდოდ მომავალ დღეებში ის დაასახელებს თიკა რუხაძის შემცვლელს კულტურის მინისტრის პოსტზე, მანამდე კი არსებობს შეფასებები, მათ შორის მეხუთე პრეზიდენტი საუბრობს ამ თემაზე პირდაპირ ჩართვის დროს. ეს უკვე არის გროვა, გუნდი რაღაცნაირი და არა თავრობა როგორც ასეთი და დიდათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი მნიშვნელობა იმას შეიძლება ჰქონდეს, რომ რაც დრო გადის კულტურის სამინისტროში, ჩვენ გვაქვს უფრო და უფრო დაქვეითებული სურათი, სახე, იმიტომ რომ ესეც არის რუსეთის ერთ-ერთი ფორმა
რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის კულტურას და იდენტობას და გვითხრას, რომ შენი სახე ეს არის კულტურის მინისტრისგან აღარ ჭირდებათ ის, რაც ჭირდებოდათ იმისთვის, რომ წმენდები გაეტარებინათ კულტურის სამინისტროში და ის კაცრი ხელი შემოიყვანეს და მერე გაიყვანეს და ამიტომ მე მგონი, რომ იქნება კიდევ ერთი არარაობა კულტურის მინისტრად. ირაკლი კობახიძემ გუშინ სრულიად მოულოდნელად შეგვიძლია ვთქვათ, გამოაცხადა და დაანონსა სამთავრობო ცვლილებები, მას არ უსაუბრია თიკა რუფხაძეზე, ისაუბრა მხოლოდ მამუკა მდინარაძეზე და ამ დაანონსებული ცვლილებებით გავიგეთ, რომ მართლ რგოლში კიდევ ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნება მხოლოდ მამუკა მდინარაძისთვის, ისევე როგორც ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ, როცა ის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დანიშნეს, მამუკა მდინარაძის გადასვლა ახლა მოხდება რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, ძალოვნების კოორდინაციის კოორდინატორის პოსტი კი გაუქმდება და ეს ცვლილებები დაანონსებულია უკვე ოფიციალურად სექტემბერში, მაშინ როცა შესაბამისი კანონების დამტკიცებას შეძლებს პარლამენტი. პირდაპირ ეთერში